და ამ წუთებში პრემიერ-მინისტრი აკეთებს მედიასთან კომენტარს პირდაპირ ეთერში ვრთავთ ირაკლი კობახიძეს. პირველ რიგში კიდევ ერთხელ მინდა ქართულ მებაჟეებს მიულოცო პროფესიული დღე. ჩვენი მებაჟეები და საბაჟო დეპარტამენტი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, მათ შორის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ეკონომიკის განვითარებაში და ნამდვილად სანიმუშოა ჩვენი საბაჟო სამსახური საერთაშორისო დონეზე არაერთი აღიარება აქვს მოპოვებული საბაჟო სამსახურს, რაც არის კიდევ ერთხელ თითოეული მებაჟის სამსახურება. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მათ შორის ბოლო პერიოდის განმავლობაში, იგივე ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით თქვენ იცით, რომ ძალიან დიდი მოცულობით ნარკოტიკული ნივთიერებები გამოავლინა საბაჟო დეპარტამენტმა მხოლოდ რამდენიმე გასული თვის განმავლობაში, ასევე სანქციების გვერდისავლის ნაწილში თქვენ იცით, რომ ძალიან ეფექტიანია საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაწეული სამუშაო. ამ ყველაფრისთვის კიდევ ერთხელ მინდა თითოეულ მებაჟეს და დეპარტამენტს მადლობა გადავხდით. სანქციების გვერდისავალზე საუბრობთ ბატონო ირაკლი. რა ფორმატით გაიმართება დებატები, თავად თუ მიიღებთ მონაწილეობას და რას დაანახებს საჯარო დებატების საზოგადოება? ბატონო ირაკლი, თქვენი ოპონენტების მხრიდან მოვისმინეთ ჩვენ არაერთი განცხადება ამ დებატებთან დაკავშირებით. ზოგი ამბობს, რომ მაგალითად თანახმა ამ დებატებზე, ზოგს კი საკუთარი პირობები აქვს, ასე რომ ვთქვათ, თქვენი მოლოდინი როგორია? ჩვენი ერთადერთი პირობა არის ის, რომ ამ დებატებს უნდა გქონდეს ჯანსაღი ფორმა და დებატების ერთ-ერთი მიზანი უნდა იყოს საზოგადოებისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება ყველა თემასთან დაკავშირებით. ეს დებატები უნდა იყოს საგნობრივი, უნდა იყოს თემატური. ჩვენ ასე წარმოგვიდგენია დისკუსიები, რომლებიც უნდა გაიმართოს საჯარო სივრცეში. დანარჩენი არის, რა თქმა უნდა, მედიასთან კონსულტაციების საგანიც. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე უსწრაფესად მოხერხდება ამ ფორმატებზე შეჯერება. მეც პირადად მზად ვარ, რა თქმა უნდა, ჩავერთო ასეთ დისკუსიებში. კიდევ ერთხელ ჩვენი ერთადერთი ამოცანა შედგეს ჯანსაღი დისკუსიები, ჯანსაღი დებატები. ეს არის ყველაზე ეფექტიანი გზა საქართველოში პოლარიზაციის მაქსიმალურად აღწევას. ერთდროულად რამდენიმე მწარმოებელმა ერთდროულად აწია ფასი. რომელ სექტორში შეგიძლიათ დაასახელოთ სექტორი, სადაც თქვენ ინფორმაციით ეს ვითარება არის და ვთქვათ, აი რამე კონკურენციის სააგენტო მუშაობს ამაზე, ასევე მინდა გითხოთ, ჩვენი ინფორმაციით პარლამენტში არ შეიქმნება დამატებითი საგამოძიებო კომისია და იგეგმება პარლამენტში თუ აი რა ხდება და რომ ვთქვათ, მე ინფორმაცია თქვენი ინფორმაციის კარტელულ გარიგებას. პარლამენტში კომისია აუცილებლად შეიქმნება, ეს არის პარლამენტის გადაწყვეტილება. რაც შეეხება კონკრეტულ კარტელურ შესაძლო გარიგებებს, ამაზე მე კონკრეტულ კომენტარს დღეს არ გავაკეთებ. დღეს გვაქვს სხვათა შორის შეხვედრა ჩვენ ქართველ მწარმოებლებთან, რომლებიც აწარმოებენ სასურსათო პროდუქციას ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მათგანაც მოვისმენთ ინფორმაცია. ჩვენ არ გვინდა ბუნებრივია ნაჩქარევი დასკვნები გავაკეთოთ, ბუნებრივი არსებობს შესაბამისი უწყებები, რომლებიც სწავლობენ კარტელურ გარიგებებს და სათანადო საჯაროების შემთხვევაში იღებენ შესაბამის ზომებს. ჩვენ უნდა დავალოდოთ, რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის მოკვლევას. მანამდე მე მოვერდები კონკრეტული განმარტებების გაკეთებას. კიდევ ერთხელ ჩვენ მთავარია მოусმინოთ ყველას და მაქსიმალურად ყველამ ერთად უნდა გამოძებნოთ გზები ფასების შემცირებისთვის. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ნეიტრალური საქართველო აუცილებს განცხადებას, სადაც აკრიტიკებს ევრობიუროკრატების მილზე საუბრობთ. არ კომპანია რა შუაში? კომპანია არაფერ შუაშია. იყო გარკვეული რაც სავარაუდოდ ყალბი დოკუმენტაცია გავრცელებული, რასაც შეისწავლის ბუნებრივია სახელმწიფო საფრთხების სამსახური. პარტია ნეიტრალური საქართველო აუცილებს განცხადებას და საუბრობს ევრობიუროკრატების მილზე საიმიგრაციო ოპერაციების შედეგად გარდაიცვალა 2 ადამიანი. ამ ფაქტებზე საუბრობს და აქვე აკრიტიკებს ქართულ სამართალდამცველებს, რომლებმაც ძალადობრივი აქციების დროს გამოიყენეს პროპორციული ძალა კანონის შესაბამისად. ხო, ნუ მე პირველ რიგში ისევ ჩვენს შემთხვევას გავიხსენებ, გახსოვთ, რომ თავის დროზე ევროპული ბიუროკრატია გამოირჩეოდა საგანგებო განცხადებებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, არაფერს ამბობდნენ იმ ძალადობრივ აქციებზე, რომლებიც ინუსტრებდა ამ მოვლენებს და გახსოვთ, რომ უსამართლოდ ადანაშაულებდნენ ჩვენ სამართალდამცავებს კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით. ეს არის რაც გვახსოვთ ჩვენ ევროპული ბიუროკრატიისგან, ყველგან არის ორმაგი სტანდარტები, ეს არის ზოგადი კომენტარი, რაც შემიძლია გავაკეთო, მეც ღმერთში აქ არ შევა. ამერიკის
ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე გითხოთ ბატონო ირაკლი, ის ჩამოდის რეგიონში, საქართველოს რატომ ვერ მოხდა მარშრუტ სტიპენდიანტი ლორენს ვასტონი და ასევე ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე არის ჯო ვილსონი. აი მათი წარსული განცხადებებიდან გამომდინარე, რა მოვაჯეროთ ჰელსინკის კომისიის ამ ჩანიშნულის კომისიის რომელიც საქართველოს ხო, ნუ თქვენ ძალიან კარგად იცით, როგორია ამ ორი ადამიანის რეპუტაცია, როდესაც ამ ორ ადამიანს უსმენს ჰელსინკის კომისია, თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. გახსოვთ მათ შორის ქალბატონი ლორა თორნტონის განცხადებები პრეზიდენტ ტრამპთან დაკავშირებით უკიდურესი ფორმით აყენებდა შეურაცხყოფას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და ასეთ ადამიანს უსმენს ახლა ჰელსინკის კომისია. ეს ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს უნებრივია. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის რატომ ვერ მოხდა საქართველოს ამ მარშრუტში, როდესაც ის ჩამოდის რეგიონში და საქართველოს როგორც ჩანს არ აღიქმება მთლიანად ამ ფორმატის ნაწილად. ჩვენ რამდენადაც ვიცით, ეს ვიზიტი ეძღვნება კონკრეტულად ტრიპის მარშრუტს. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ამ შემთხვევაში ვიზიტის ადრესატი არის სწორედ ორი ქვეყანა, ხო, მეტ რეკომენდარებთან სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო როლზე ამ შემთხვევაში საუბარი. აქ საქართველოს როლი ამ კონკრეტულად ზანგეზურის თემას ეძღვნება ეს ვიზიტი ჩვენი ინფორმაციით, ხო? აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ამერიკელი პოლიტიკოსი ჩადის სწორედ აზერბაიჯანში და სომხეთში. გასაგებია, მაგრამ საქართველოს ხომ არის სატრანზიტო მარშრუტის ნაწილი, მაშინ რატომ არ ხდება ამერიკის შეერთებული შტატების და ეს არის მათი გადასაწყვეტი. ეს არის მათი გადასაწყვეტი. თქვენ იცით როგორია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კონტექსტი, ხო? ეს კონტექსტი არის ძალიან მძიმე, ეს კონტექსტი შექმნა ბაიდენის ადმინისტრაციამ. ნუ ნახოთ ამ ფონზე როგორ განვითარდება. ხო და ნახოთ ჩვენ მოთმინებით ველოდებით, ჩვენ საჯაროდ გვაქვს გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით ველოდებით, მოთმინებით ამერიკული ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას. ველოდებით. შედეგი ხომ იმდრად ის რომ აქ მარშრუტში ვერ მიიღებთ ჩამოეწერება კითხვები კრიტერიუმები რაც გახდება ცნობილი გაიგება რა ვის ჩამოეწერება? რა 1 მილიარდის ჯარიმები კი ყველა ჩამოეწერება ეს ჯარიმები ჩამოეწერება უკლებლივ ყველას და აღდგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია სათავის ვალდებულებას არ შეასრულებს. ანუ უკლებლივ ყველას განურჩევლად ჩამოეწერება ეს ჯარიმები და ამით არის გამორჩეული ეს გადაწყვეტილება, არავითარი დიფერენციაცია არ იქნება, უკლებლივ ყველა კომპანიაზე ვრცელდება ეს გადაწყვეტილება. ინფორმაციის აშენებით. შეგეთხოთ ვინ არის ეს ჯგუფი და მაგათ რა გადაწყვეტილება მიიღოს მთავრობამ ეს თავად სახელმწიფო აშენებს, მე შემოიყვანს ინვესტორებს, რა გადაწყვეტილება. დღეს არ არის გამოკვეთილი არც ერთი კონკრეტული ინვესტორი, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ ის იქნება დაკავებული ამ პროექტით. დღეს ეკონომიკის სამინისტრო უშუალოდ ამუშავებს ამ პროექტს, მათ შორის იმისათვის, რომ გაამზადოს წინადადებები ინვესტორებისთვის. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. ეს არის ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც მაქსიმალურად სწრაფი ტემპით განხორციელდება და ეს არის ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი დავალება, რაზეც აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტროს მთელი გუნდი, მათ შორის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ენერგეტიკის სფეროში მომუშავე გუნდი. ჟენევაში გავუშვით ბატონო ირაკლი ალექსანდრე ეს უნდა გადაწყდეს უკვე მოლაპარაკებების საფუძველზე, პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებების საფუძველზე. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს თანამონაწილეობასაც ამ პროექტის განხორციელებაში, ფინანსურ თანამონაწილეობას გულისხმობს. ჟენევაში ალექსანდრე გაკითხებოდი ქალბატონ გაეროს დასწავლებას. მე მზად ვარ, სიამოვნებით მზად ვარ ნებისმიერი ჯანსაღი ფორმატის დისკუსიაში მზად ვარ მონაწილეობისთვის. ასევე გეკითხებოდი ჰელსინკის კომისიაში ჩანიშნულს, რომელსაც საქართველოს დიპლომატიური და ჯოულსანი ვარსანა თქვენი აზრით, მათი მონაწილეობით რა მიზანს ემსახურება ასეთი სხდომის ჩანიშვნა? ნუ დადებით მიზნებს არ ემსახურება, ეს თავისთავად ფაქტია, ხო? ანუ თქვენ ხედავთ, რომ დონალდ ტრამპის მაგინებელი კონკრეტული ადამიანი არის დაბარებული ჰელსინკის კომისიაში. რა თქმა უნდა, ასეთი დისკუსია ხელს ვერ შეუწყობს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენას. მე მგონია, რომ მიზანია სწორედ ხელის შეშლა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენისთვის. ჟენევაში
დარახველიძის ვიზაზე მოდის აისახება შედეგები და რა უნდა უთხრას მან გაეროში ადამიანს ჩვენ უკვე ვთქვით, რომ მაქსიმუმ აპრილის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, შესაბამისად გამოიკვეთება ფასამატის წარმოქმნის ყველა ასპექტი და ამის საფუძველზე მათ შორის ჩვენ შეიძლება მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, მათ შორის კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები, ამას გვიჩვენებს უკვე სამუშაო პროცესი, მაქსიმუმ april's ბოლომდე გაგრძელდება ეს სამუშაო პროცესი, რაც უკავშირდება ფასებს. ჟენევაში დარახველიძის ვიზიტზე ბატონო ირაკლი თუ შეიძლება დღეს ხვდებით ქართულ მწარმოებლებს, რომლებიც აწარმოებენ სასურსათო პროდუქციას, გვექნება მათთანაც საუბარი და მათგანაც მოვისმენთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა პრობლემებს აწყდებიან, რატომ გვაქვს ჭარბი ფასტამატი მათ შორის ქართულ პროდუქციაზე, ეს ინფორმაცია გვინდა მივიღოთ ქართველი მეწარმოებისგან. ალექსანდრე დარახველიძე გაუშვით ჟენევაში ვიზიტით, გაეროს დასკვნავითით ჩვენ ქართული ოცნების შესახებ ამ ფონზე რა მოლოდინი გაქვს ევროპული ქვეყნების მიერ სანქცირებულმა მინისტრის მოადგილემ რა უნდა უთხრას ადამიანის უფლებების დაცვაზე ჟენევაში იქ დამსწრებას თქვენ იცით რომ ეს სანქციები არის სამარცხვინო და თავად ეს სანქცია რომელიც დაწესებულია ამ ღირსეული ადამიანის მიმართ თავისთავად არის ადამიანის უფლებების დარღვევა. აქედან გამომდინარე სანდრო დარახველიძე შეუძლია ძალიან თამამად ისაუბროს ევროპელ ბიუროკრატებთან ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. სანქციების დაცვაზე საუბრობდით დასაწყისში, როდესაც მედიასთან დარიგით ახალი ფაქტები ვლინდება ქართული კომპანიები როგორ არიან ჩართული რუსეთისთვის დახმარების პროცესში. ფინური საგამოძიებო მედია მათ შორის წერს არაერთ ქართულ კომპანიაზე არნიკა ტრეიდი, რომელსაც თბილისში აქვს ოფისები და რუსეთს აწვდის იმ გემის ნაწილებს, რომელსაც ჩრდილოვან ფლოტში იყენებს. რას აკეთებს საქართველოს სანქციების ასრულება მართლა მოხდეს და გვერდისავლის საშუალება. ასეთი სპეკულაციური განცხადება თქვენ უამრავი გაეკეთებიათ, რაც არის ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა და ყოველ ჯერზე, მათ შორის კომისიური წესით დაადასტურეს ჩვენმა პარტნიორებმა, რომ რავითარი ასეთი ფაქტი არასდროს არ მომხდარა. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ განაგრძოთ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების კეთება, თუმცა კომისიური წესით არის დადგენილი, რომ საქართველოს არ გამოიყენება სანქციების გვერდისავლის. საქართველოში შემოდის რუსული ნავთობი, საქართველოდან გადის ავტომობილები თითქოს ყაზახეთში მილიარდზე მეტის და შემდეგ ხდება რუსეთში. ამას ამბობთ თქვენ, რომ ეს არის სანქციების დაცვა? თქვენ ნერვიულობთ. კომისიური წესით საქართველოში დადგინდა, რომ ჩვენი ქვეყანა არ გამოიყენება სანქციების გვერდისავლისთვის. თქვენ რა თქმა უნდა გსურთ დააზიანოთ ჩვენი სახელმწიფო ინტერესები, თუმცა ამას ვერ აკეთებთ, იმიტომ რომ კომისიური წესით გინდება იმის საპირისპირო, რასაც თქვენ ამტკიცებთ. თქვენ ამტკიცებთ. კი, როდესაც საუბარია თქვენს მედია საშუალებებზე, რა თქმა უნდა, სიცრუე არის თქვენი ხელწერა. რომელი ფინური BBC და ფინური საგამოძიებო მედია არის ჩემთვის ერთი და იგივე. მადლობა. ბატონო, ტროტუარზე დგომასთან დაკავშირებით გითხრათ თუ შეიძლება